ცხოვრობდი გემრიელად, როგორც უნდა ისე. მისცემ საზოგადოება. ისეთი მქონდა მისვლა მოსვლა. ახლა იმავატყოფობის მერე აღარსაც აღარ შემიძლია. სად უნდა ჯერ მქონებას არ აქვს, ფულს არ აქვს, რომ წავიდე სად. პროექტის დაწყებას წინ უძღოდა 2004 წელს ჩატარებული სოციალური კვლევები. ამ სოციალური კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ხანდაზმულებს არა მარტო ვთქვათ შიოდათ, არა მარტო ესაჭიროებოდათ ვთქვათ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ასე შემდეგ, აუცილებელი იყო მათი გაძლიერება, ამ გავლენის მოხდენა მათ უნწეობაზე. არა მაქვს არც წყალი მაქვს, არც ელექტროენერგია. მიჭირს სიბნელეში ვარ. 2 წელიწადია დენი არ მინახე. მარტო არ შემიძლია მოწყვეტილი ვარ ყველაფერს, გარეთ რო ვერ გავდივარ. კარტოფილს წვავ, კარტოფილს ყიდულობ. და მეტი არ მაქვს საშუალება, რომ უფრო ხორცი ვიყიდო, ანაცა ვიყიდო. პენსია მაქვს, პენსიაზე ვარ, ჩემ პენსიით წამლებს ვიყიდულობ და ცოტა რაც ხარო ეკონომიურად თავი გავიტანე. რომელმაც აჩვენა ხანდაზმულთა მძიმე სიტუაცია, ხანდაზმულთა მდგომარეობა და განსაზღვრეთ საჭიროება, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე სასარგებლო საქმიანობა მათთვის, რაც დაძლევდა ამ გავლენას მოახდენდა იმ პრობლემებზე, რომელიც ამ კვლევების დროს გამოვლინდა. პროგრამა მომზადდა თვითონ ხანდაზმულთა თანამონაწილეობით, ისინი ჩართული იყვნენ დიზაინში. მაქვს 46 წლის სტაჟი მქონდა, სანამ არ გამოგვიშვენ 2 წლის წინ. როდესაც იქიდან გამოგვიშვენ, ამ პერიოდში იხსნებოდა ეს კლუბი. და ვიკითხე, რომ რა არის აქ, რა იხსნება, აქ იქნება მარტო ხელების კლუბი. თუ გინდა შეიძლება მოხვიდეთ. ანუ შეუქმნით სოციალური ცენტრი, შეუქმნით გარემო, სადაც მათ შეეძლებოდათ მიიღოთ ყველა ის საჭიროებები, რაც დაეხმარებოდა მათი უმწეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. იქ თავს ვითობდი, ხან იმას იჩევერდებოდი, მორიგეობდი, გამოფენა გაყიდვებს, ხოლა წარმოებდი. რო შეგროვდებოდა ეს ფული, მივიტანდით ამათთან, ჩავაბარებდით. მე ამ ფულით ესენი ყიდულობდნენ სურსათს და გვატნევდნენ იმათთან. ჩვენ მათ შევასწავლეთ ბინაზე მოვლის ხანდაზმულების ბინაზე მოვლის უნარები. განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას აქვს უფლებათა დაცვას. იმიტომ რომ მოხუცები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან თუ ესა თუ ის პრობლემა უნდა გადაიჭრას აუცილებლად. მე კიდევ თუ ისეთი საკითხია, რომლის გადაჭრა ჩვეულებრივ კომიტეტს ზავუց, მაშინ ჩვენ თვითონ ჭრით ამ პატარა პრობლემებს, მაგრამ თუ არის ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრა ჩვენ არ შეგვიძლია, მაშინ ჩვენ ეს საკითხი გავაქვს ადეკვატების სხდომაზე, იურისტები გვყავს, ადმინისტრაციული ოფიცერი გვყავს, რომლებიც გადაწყვეტენ ამ საკითხს. წითელმა ჯვარმა იზრუნეს, რომ დადიოდნენ მერიაში, რომ ჩემთვის მოეცათ ბინა, დიდი დახმარებით მომცეს ეს ოთახი. რა ვარია გახმერთმან ვიხოცები? არა შულა, ღმერთმან უყრე. იმდენად ამასთვის ეს უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ეს პროექტი და ეს კლუბი. ამის წარმოდგენაც არ მინდა, იმიტომ რომ ეს ხდება უკვე ტრაგედია. იქ ჩვენ როცა გავიგებთ ერთმანეთის ემას კლუბში რო ვარ, ხო, იმ წუთში მივდივართ და ნახულობთ და მაინც იმედია, ხო? რომ შევადაროთ პროგრამის დაწყებიდან ამ ბენეფიციართა სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და დღეს საოცარი სურათს მივიღებდით. ჩვენ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა და ჩვენ თვითონ არ გვჯერა ესეთი შედეგები მივიღეთ. დღეისათვის საქართველოს მთელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტია მოძიება და ამ პროგრამის გაშლა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. თანხები აუცილებლად დაგვჭირდება, იმიტომ რომ არის დარჩენილი საკითხები და საქმიანობები, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა მიაღწიოს სათანადო შედეგს. ამისათვის აუცილებელი არის ფინანსური მხარდაჭერაც. ეს პროექტი გამოდგა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ქუთაისში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი, ესე იგი მარტო ხელამოხუცებისთვის შესაბამის კარგ და ნორმალურ სახუპაცხოვრებო პირობების შექმნას.
ამ პროგრამის წარმატებულება გამოიხატა იმ მოხუცებულების თვალებში, იმ სიხარულში, რომელიც მათმა განიცადეს და რომელსაც ისინი დღეს გრძნობენ.